გიას რა. გამიფრინდა სიყვარული, შეხრა კამარა. სულა ჩემი ოცნება, ეხა დასამარა. მაწვალა და მაწამა, მადირადა მამარა. გულის რევდით დაგლიჯა და დავჭიდარადი სამარა. მაწვალა და მაწამა, მადირადა მამარა. გულის რევდით დაგლიჯა და დავჭიდარადი სამარა. სიყვარულის ლურჯ ფრინველებს მივაძახე ყვედრები. Tanacikholebze videki tirili davedrebi. Ise modi mazame, ise tamruda bkhviye, shen dabade bulivar, shen klavepshi gamkhviye. Ise modi mazame, ise tamruda bkhviye, shen dabade bulivar, shen klavepshi gamkhviye. გამიფრინდა სიყვარული უწევს შეკრა კამარა არაჩვეულებრივ კამარა კამაროთი შეკრა კამარას რო შეკრავა ირა უხვარი მეორე არის კამარა და ფეხბურთელი აქიდე დილამშვიდობის პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს სიხარულის ბედნიერების და წარმატების დღე ყოფილიყოს ყველას მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ესეთი შესანიშნავი სტუმრებით ვიწევთ ნუ როგორც ყოველთვის მაგრამ მაინც განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები არიან დღეს სტუდიაში Adon Nugzar Კვაშალი, მომღერალი, მსახიობი, არტისტი, ყველასათვის საყვარელი ადამიანი. რა არ არის ეგრეთ თუ რა ამას ახლავე გამოგხსენებ. საზოგადო მოღვაწე. ხაჩიტე და ბატონი გია კაჭარავა არიან დღეს ჩვენი სტუმრები. ესე იგი ბატონ გიას კაჭარავას იცნობენ უფრო მეტად ფილმი მაიტა ნასოსის როგორც რეჟისორი. ასევე დონ ჟუანის დაბადება და კიდევ ბევრი ფილმი საინტერესო. მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ის ძალიან საინტერესო მის მუსიკოსი და არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი არის. მათ შორის იმ სიმღერისა, რომლითაც დავიწყეთ დღევანდელი გადაცემა და დონ ჟუანის დაბადებაში არის ეს სიმღერა გამოყენებული და ლეიტმოტივია ფაქტიურად ამ ფილმის კი ბატონო და ბატონო ნუგზარ, სად გადაიკვეთა თქვენი გზები ბატონ გიასთან? ძალიან დიდი ხნის წინ იყო და არ მახსოვს. საკმარისია, შემდეგ კითხვაზე რაც მახსოვს, აი ჩვენო დავიწყეთ ხო ეს როკ-ენ-როლობა რაღაცები. გია იყო ჩემთვის თავიდან იყო მუსიკოსი ყოველ შემთხვევაში და რომ ფილმების გადაღება მე და ისიც კარგად გამოუვიდა სხვა. აღმოჩნდა რომ ფილმებსაც ძალიან კარგი. როგორც მუსიკოსი ისე ვიცნობდი და სხვათა შორის ძალიან პერსპექტიულს, კაი როკმენს, სხვათა შორის ძალიან ესეც და მე ფილმები იყო, მე ფილმებში ჩვენც ვიყავით ნასოსებში რა. სხვათა შორის და მიყვარს ძალიან გემთან უნიჭერესი კაცია და ჩემი მეგობარია და მეგობარი თუ ნიჭიერია ორჯერ საყვარელია და ასე რომ ჩემო გია მე შენ მიყვარხარ და ბედნიერებას სიხარულს და კაი ფილმებს გისურვებ. და ესე იგი ახლა უფრო რეჟისორი ხარ თუ უფრო მუსიკოსი როგორ გონია თვითონ თქვენ? ამ ბოლო დროს უფრო ხო ამ ბოლო დროს. ამ ბოლო დროს იმდენად ჩაგვითრია რეჟისურა. აჰა. მაგრამ იმ წუთში რა პროცესში ხარ ჩართული ხო? მე რა ვიცი რომ ეხლა რომ წოდნოდა გამხსენებოდა წიგნსაც წამოგიღებდით ეხლა ჩემი წიგნი გამოიცა კულტურის სამინისტრომ ოღონ თეატრ ლუკიანის კულტურის სამინისტრომ გამოსცა როგორც ბერი გაბრიელი დაგვიფინანსეს თეატრ ლუკიანის დროს ისევე წიგნის გამოსცა პილატე პონტოელზე მე მგონი საკმაოდ სერიოზული თემაა ხო? ესე იგი ეს ნიშნავს რომ აუცილებლად კიდევ უნდა გიწვიოთ გადაცემაში რომ წიგნი წამოგვიყოთ. მე ფილმი თვერო დაანონსეთ კი ბატონო ალბათ ის ფილმი დამთავრდა უკვე დასრულდა მაგრამ კარგი რა არის იცი რომ ჩემ ცხოვრებაში ეს არის რომ ვიღლები რეჟისურისგან მაგ საშუალება უცებ გიტარაზე გადავხდე. დავიკლები გიტარაზე გადავხდები იმაზე და მადლობა უფალს რომ ამის საშუალება და სურვილი დღემდე შემინარჩუნა. გადასარევი ამბავია.
მოდით ახლა გივიკო ხაჭიძე ახალგაზრდა კაცი წარვადგინოთ როგორ რანაირად აი თქვენ როგორ მოხვდით ესე იგი ამ გასაგებლობაში გაუგებრობა ამ კარგ ხალხთან და ანუ როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები და რა ხდება ამ მიმართულებით. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ბატონი გიას შემოქმედებას ვცემ ძალიან დიდ პატივს. ორივე მიმართულებით. ასევე ბატონ ნუგზარს, რა თქმა უნდა. ადლობა. სულ თავიდან ბატონი გიას ფილმი ვნახე, თოჯინების ქალაქი. დიახ. ძალიან მომეწონა, ძალიან. შენი სიმღერა იმღერა. მე გაია. ისი გამოიხედა რომ ისი ანუ ბავშვ გემოვნება საიდან ქონდა ჯერ კიდევ. შენი სიმღერა ჩემი ნამღერი. შენი ნამღერი. შენი სიმღერა, გაი. თქვენი სიმღერა დედანე და არ იჭუბებდეთ ახლა მაგის გამოდა. დიახ. და ვუყურე ამ ფილმს ძალიან მომეწონა. და მაგ ფილმში იყო ეს სიმღერა შეყვარებულთა ქუჩაზე. დიახ. და ისიც იყო და აი ამ ფილმის ყურების დროს იმდენად მომეწონა ეს სიმღერა, რომ რაღაცნაირად გულში ჩავიდე და გადავწყვიტე, რომ ჩამეწერა. შემდგომ ბატონ გიას დავუკავშირდით და საავტოროზე და ძალიან გამიხარდა, რომ თანხმობა მომცა და უფინანსო ფინანსები რა თქმა უნდა, კი. ძალიან გამიხარდა, ძალიან მართლა და უღრმესი მადლობა მართლა. ბატონო დღეს მე მგონი ერთ სიმღერასაც გვაჩვენებთ, მაგრამ მანამდე კი, აუცილებლად გვაჩვენებთ. მე მაინტერესებს ბატონ გიას უნდა ვკითხო. ცნობილი მომღერლებიც რომლები ასრულებენ თქვენ. ამაზე ცნობილი? არა, ბატონი ნუგზარი ვიცით ისედაც კიდევ ვინ იყვნენ. ამაზე ცნობილი არც ერთი, მაგრამ საერთოდ ის ნაკლებ ცნობილი. ცნობილი პირველის უნდა ვახსენო. სურადო იჯაშვილი, რომელმაც მოასწრო ჩემი სამი სიმღერის შესრულება და მაგრად. არა, ნუ საოცრად მე იმის მერე ის სიმღერა არც მიმღერია. მიუხედავად იმისა, ყველა ჩემი სიმღერა საავტორო შესრულებას, თუმცა თვითონაც იცია, რომ არასოდეს პრეტენზია მომღერლობაზე. საავტორო შესრულებას მაგ ეხა ნებისმიერ სურიკო სიმღერა გაქვთ გარდაცვლილ მეგობრებზე დაწერილი, აი და ისაც სიმღერა ჩემთვის კატასტროფა. ხო და ცნობიარე რა სპორტია. ეხა წემლე მომადგება გეუბნები ეს რა თაობას არა საშინელი თაობა ვართ მე და შენ უძა რაც მეები და რა ხალხი დაწავიდნენ ჩვენ თავიდან ეს მასია ყოველთვის როცა ხარ სხვა მიდის შეხედე რა რამდენი ვინმე გამოჩნდება გული გაგიჩნდება მამა მე ობოლად ეს აგერეცენია ჯარო ეზო გოდერზე რა ჩვენ თემურა ჯია ეს მარტო ხა თან ეს ზითა კინოსტუდია და ამ წრეში რა და შენ წარმოგიდგენია რა დღეში ვარ კი ბატონო ნუ ესეთია ცხოვრება ნუ რას უზავ ჩვენ წავალ და სხვა დარჩება თაობები იცვლებ ხო მაგრამ წავიდეს ჩვენი ასაკიდან მოყოლებული ახალგაზრდები ისენი რომ წავიდნენ რა იოსელენდა ესენი ომში და ესენი აქა ახალგაზრდები რაღაცები ასამო ბიჭო აუ გიძებ ამ პიროვნებაზე მე არ ვიცი მომელაური იყო უნიჭიერესი კაცი რა მე ის ლექსები ეხლა უფრო აღვი ძალიან გიშტე რა ლექსები ზურა ასეთი ზურა საშტა შენი ეს ლევიკოს მულტფილმია შეხონიასი ილოს ფილმზე ადურა აი ზაზა არა უშოთ დათოსო ხატზე გოგი და ჭონია ერთი ფილმი იყო არ მეგო რაღაც არა ხო და ეს ვაყრი ხო ხედა გოგი და ვიღაცა ესე უცებ ხა რაც მოვიძი სიმღერის დროს რა მოკლე ჩახუტობანა ისხან მოკლე ჩახუტობა ო სულტო აი ერთად იყო
ახლა ძალიან დავანაღვლიანეთ მაყურებელი და რაღაცა ცოტა ალბათ. მაგრამ ის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ყოფა რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი რაღაცას დავაწყარებ ყველას. კი ბატონო. ისე დარწმუნებული ვარ, რომ ფილმი დავიწყე. სულ არ მიფიქრია, მოვიდა ურამა ფიცხალავა სიზმარში. მოვიდა სიზმარში. რას ამბობ? აი ხა აგას როგორ მოყვები, ხო იცი თუ ვერ მოიგონე. ხო, მეტალაგი პაროს ანაირად. ისიც ვერ მოიფიქრებდა დაჟეო, ხო? მოვიდა და კინოსტუდიის წინ, ძველი კინოსტუდიის წინ. მეცხადება და მე ვიცი რო გარდაცვლილია. ეს მომენტი მაგდა ხო მე ცოტა დამთხალი რა ის გიჩინე არის, მაგრამ დამთხალი ხარ და მოვიდა მოგილოცავ ბიჭო, მეუნება, ურამი. ფილმის დაწყებას, თან კონკრეტულად ფილმის დაწყებას. მეთქე წაყმოდგა. როგორ ახარ მეთქე და მე რაღაც ცოტა მოწყენილი რა იყო მან კინო არ არის მეთქი. კიო, მაგრამ ესე გააკეთა რა. მაგრამ მოგილოცავ კინო რა, მაგას რო ვერ ვიფიქრებდი რომ ნეტა გურამ მომილოცა რაღაცა. აქედან გამომდინარე ვიცი აი ჩემი აგრეს გამომდა ჩემი გურამი, აგერ გია და ნარ სამაშობენ იგი და იაშა. ხოხიძე უსავალესი დიდი და თამაშობენ ნარს, მაგრამ გადავიდეთ ხარ. კი. სტატურა ბატონო, აბარა. გავუგორა გურამმა და რაღაცა მოუკლა ქვა და ამ დროს რადიოში ის ხაზი რო იყო ისმის ცირა ნანაია ცირა და უთხრა ნარდის თამაში ისწავლეო და აი სიმღერა როგორ უნდა დაწერო ისწავლეო და იმან აიღო და გავუგორა და ჩაუკეტა ქვა თუ რაღაცა და უთხრა ეს სიმღერა ჩემიაო და ნარდის თამაში შენ დო ისწავლეო. და გურამი დადიოდა და მაგას როგორ ვიფიქრებდიო რომ ამის დაწერილია ბიჭო ცირა ის ამხელა იყო. ალბათ საოცარი ამბები ხდებოდა ამ ფილმის გადაღების დროს. კიდე ანუ ფილმებში თქვენ ფილმებში ძირითადი სიმღერები თქვენივე ის არის ხო? პირველ მასში იყო ჩვენი ჭაბუკა იყო კომპოზიტორი, იქა თავით მის პროექტით ჩემთან მოვიდა უკვე გამზადებული, მითხეს რომ იქნებ გადაიღო და სცენარი გაგვიკეთო და ხო, მაგრამ უკვე კომპოზიტორი რაღაც შერჩეული იყო. მე ხო, მაგრამ სხვა ფილმებში მუსიკა ჩემია ყველა. კი ბატონო. ეხლაც გავნაგდი და ბერ გაბრიელში, მაგრამ ის მუსიკა სცენარის დაწერისთანავე ამიკვიატა. ხო. აქედან გამომდინარე. არა, თან თვითონაც გიას ბენდში იყავით ერთად თუ ფაქტიურად არა, ფილმებში რა თქმა უნდა, იქ ინგლისური ხმელაც იყო, როკიც იყო, ბლუზიც იყო, გადასარევი თემაც იყო ისეთი, თუ გავიხსენე რავი თუ გინდა. ბატონო, ვეცდები, იმიტომ რომ რამდენი წელი წინ გადავიღეთ ეს თუნა? 10 წელი გავიდა. კი, გაწყვეტე. თუ გავიხსენე, რომ ესეთი ბენდი როგორ ბენდიტები იყო და ეს რომ ვიმღერე, ჩემს შოუს 30-ჯერ მეტად შეუყვარდა. უფრო ეს რა კარგად კარგად გიგვარი ვარ, მაგრამ გიას კაი სიმღერაა და იმიტომ. საიმონ გარფანკელს ვარ ეს. მე ისეთი არ ყოფილვარ შენ რომ გეგონე სიყვარულ მონატრებულმა გამომიგონე ტექსტი დავს რა მეძებდი რატომ მიპოვე მომიდავ რომ ის არავა შენ რომ გეგონე რატ მეძებდი რატომ მიპოვნე ის არავარ შენ რომ გეგონე მოგლეთ როგორ გუბლეთი არ გახსოვს? როგორ ამახსოვს? კაი, ეს ახსოვს მაყურებელს და მოსმენი წელი და ნანა. არა და კარგად ვიდიოდა. კი, მაგრამ და ახლა იყვიან რაცა მოგწყინდა დილიდან მოგწყინდა. მუსიკას თქვენ წერთ, გასაგებია, ლექსსაც თქვენ წერთ. არის ხანდახან იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ლექსი იმდენ მომეწონება, რომ ის რაც მე მინდოდა მეთქვა. არის მზადარი და რატომ დოჯინების ქალაქში მორის ფოცხიშვილის ლექსი. ხო, იქა ხო, დოჯინების ქალაქი, წერილი ქალაქი
იქია, იქ მორის მოწყი. მოდი, აი ამ მაიტანას ოსზე წარწმუნებული ვარ, ძალიან კურიოზული ამბები იქნებოდა და რამე თუ გაიხსენებთ? ან სვანები როგორ შეგხვდნენ იქ? აი, სვანებთან დაკავშირებით პატარა ესე შაყირია. ნუ მაგ ფილმში გეკრას ახალი მომღერლები შემომემატენ დათო კენჭიაშვილი, ნინი ციკლაური, მერე გიორგი ვარდოსანიძე და ესენი ამღერდნენ ამ ფილმში და წავედით სვანეთში მე და დათო თავისი გელენვაგენით და დამსვენოთ დღესაც მაინტერესებდა რა მანქანა ეს გელენვაგენი. მოკლედ და სადაც არ ვჩერდებოდით, ყველგან ხალხი გამორბოდა და ბატონო დავით და დავით გენაცვალე და მე ვიჯერჭემ. ავედით სვანეთში და დათო უკვე გადმოვიდა, შეჩვეულია რომ ბატონ დავით გადმოვიდა და უცებ, ხო, შორში ჩამოსულა. დავიგები, მეთხარი აქსეო და შენი ამბები აღარ არის. კიდე უნდა გვამასხარაო კაცო. არა მეთხარია და მე იღოც მაინც რას ქვია გამასხარო და არა თურმე ისეთი უყვარდა ძალიან ბედნიერი ვიყავ მოკლედ რა. ანუ ამას გაბრაზებით არ იღებდნენ? არა. ყველაზე მაგარი ჰუმორი თვითონ აქვს და ყველაზე მეც თავისავზე თვითონ შაყირებენ, აბა რა. შაყირობენ უფრო სწორედ. კი უთხრეს კიდეს, ძეგლ დაუდგითო კეჭერავასო პატარა შესასვლელში ვიქავო. მწონებული სოსო. მე სხვა ფილმებში ვეღარ მოხდა დაავადდა და მეორე სერიდან უკვე მაგრამ მოდი ერთი-ორი სიტყვით მამა გაბრიელის ფილმსაც ხო არ შევეხოთ თუ შეიძლება. არა შევეხოთ იმით რომ ხო ჩვენთან დაანონსდა და ძალიან ბედნიერი ვარ რომ უკვე დასრულდა და ერთი წლის წინ ვიყავი აქ რამდენადაც მახსოვს მე და გივი ვიყავით გივი და ახლა შემიძლია განვაცხადოთ თამამად ვისაც უხარია იმას გასახარებდა და ვისაც გულგასახებდა. მაშინაც ხო კი ბატონო. ეხლაც ვიტყვი. ფილმი დასრულებულია. ძალიან გადაღებები დასრულებულია. და ეხლა ჩვენი ერთ საყვარელი მეგობარი დათო დარჩია ალეკო დათო რაშვაჩია ალეკო დარჩია ზის ეხლა და ასწორებს ფერებს რომ მოიყვანოს იდეალურ ფორმაში ფილმი. ილოცავთ თქვენს და სრულიად საქართველოს ვიცი ძალიან ბევრი მწერს და წერენ რომ ოდის გვეღირსება და ეხლა გეუბნებით დაახლოებით არ ვიცი შეიძლება მანამდე დახურული ჩვენება მოვაწყოთ და პრემიერა ალბათ გადავა იმ წელში დასაწყისში, იმიტომ რომ სახალხოს არ არის ეგ ფილმი. და სანამ პრემიერა იქნება, პირობას გვაძლევთ, რომ აუცილებლად პოსტალიანის მაყურებელი რადგანაც აქ მოინათლა, კი ბატონო, და შემდეგ პრემიერის შემდეგაც, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ თავის დავაცხადებს. აუცილებლად. ბატონო გია, თუ იყო აი ესეთი მომენტები, რომ მამა გაბრიელი გეხმარებოდათ თვითონ ამ ფილმის გადაღების დროს. კი, ერთს გეტყვით და მე შემდეგი გადაცემაში შევინახოთ. კი ბატონო. მჭირდება, ანუ ფსიქიატრიულიდან რომ გამოუშვეს, ნუ ძალიან უცნაურ რაღაცა მოხდა, რომ საერთოდ რომ გამოუშვეს, კაცმა ლენის პორტრეტი დაწვა და როგორ გამოუშვეს, მაგრამ ვიღებ ამ სცენას ნაპოვნი მაგ შესანიშნავი ობიექტი ყველაფერი და გარეთ რომ გამოდიხარ ისე დიდი ბუჩქოვანი მცენარეებია და ვიძახი ოპერატორს ვეუბნები შესანიშნავი ოპერატორი მყავს ჩვენი და ირაკლი ახალკაცი და ვეუბნები ირაკლი მე რა იქნებოდა ქარიც რო იყოს განწყობა ხო რომ გამოდის საგიჟეთ და ნატანჯი და რაღაცა და ეს ქარი და ნუ არ არის ქარი რა ვქნა და ურეკავს ოსო გვასწავლია ჩვენი პიროტექნიკოს და სპეცეფექტების დიდ სპეციალისტს და ვეუბნებს ოსო ბიჭო აი ახლა რომ დაჯდა წამომიყო ეს ვეტრადუი და რაღაცეები აქეთ და სოზონო დრაზეო გია ბაზარიო შენ ხო იცი ჯერ აი როგორ დღეს ნუზარ მაგითად გიას გულითვისო სადარ წამოვალო დაჟე უფასოდო წამოვალო იმანაც მითხრა რომ გია არც არაფერი არ მინდა დავждები ამ დიდა მანქანას დამხოკავ ღამე ვივლით დილა შენ თავიქრე მაგრამ უკანა ფონი რა არისო ხეებიო ხომეთკი და შევწყვებით ბიჭო იმიტომ რომ წინ რო ეს ყველაფერი ქანაობს და უკანა და ეგ სხვა ფილმებში არ მომწონსო და თარე ხო კაი მეთქი და ნუ მოკლედ ოპერაციას ხარ გამოვედი და ქარიშხალია ნახავთ ფილმში ნახავთ და ეს გვარ არ მოვიგორე და მე გადავთქვა ფილმში რო გამოზე ეს ირყევა ყველაფერი ესე და იქვე არის ამ საქმეები კითხავთ რა ამის მერე 2 საათის მერე გადაღება მაგ პარკში სადაც ჭირდება სეირნობა ბატონი დათო დვალიშვილი მოსეირნობს იმასთან და საუბრობენ გადავიღეთ ეს გადავედ პარკში გაჩერდა ხარი
ამისთანა იყო ძალიან ბევრი. ნახავთ თქვენ თვითონ, იმიტომ რომ ყოველთვის ვიცოდი, მე ხო გითხრათ მაშინაც სიზმარი რომ ნახე, ის რაც ჩემ თავს გადახდა 1 წლის განმავლობაში, თურმე ეს ყველაფერი წინასწარ მაჩვენა, ოღონდ მე ბოლომდე ვერ გავიგე მაშინ, აი რომ დამთავრდა ყველაფერი, თქვი რომ ვაა, ხო, მე და მე ხვდები. სხვანაირად არც იქნებოდა. ჩვენ მარტო ის მიყვარს უცხოურ ფილმებზე, მელ გიბსონის დროს ხდება. კი, ეგ ყველგან ხდება. კი ბატონო. სადაც სულიერებას ჩადებ ყველა ჩვენ ფილმებში არის ხოლმე სწორ კაპიკი ფული არ მქონდა. კაპიკი ფული არ მქონდა იცის. და 40 კაცი ან ჯგუფი მუშაობდა. დანტაშპანდური და სიხარული. კი ბატონო. აუცილებელი არა მარტო რელიგიური ფილმის საკითხი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ცეკვა სიმღერით დავამთავრეთ ფილმები. მით უმეტეს, როდესაც ესეთ წმინდან ადამიანზე იღებ ის შენთან არის იმ წუთას და მისი ხელშეწყობით ხდება. კი ბატონო. მერე და მერე მეორე შეხვედრაზე უფრო მეტ სასწაულს მოვიდა. უფრო განვავრცობთ. კი, უფრო მეტ დეტალებს ადამიანები და რაღაცა. კი, ესეც დაახლოებით ვიცი, რაზეც საუბრობთ. მოდი ახლა ბატონ გივიკოსაც შევეკითხოთ ახლა რაღაცები, მაგრამ მანამდე ესე იგი გინდა თუ არა ესეთი კითხვა არ გვასვენებს, ასე ვთქვათ, რომ კარგით რეჟისორი ასე ვთქვათ, კომპოზიტორი, ყველაფერი, მაგრამ აი საკუთარ თავს ახლა აი ამ კადრებიდან გამომდინარეც, აი ბარდი თუ შეიძლება უწოდოთ საკუთარ თავს, ახლა როგორც არის აი სიტყვის გაგება. გამომდინარე იქიდან რომ მე მაქვს სოციალური თემატიკის სიმღერები ბევრი, მიყვარს ეს. ალბათ ბარდი უფრო ვიყავ მე, მაგრამ მე და მე სიყვარულმა გამიტაცა ბევრი და მე სიყვარულის თემებსაც შევეხე. ეგ ალბარდი შემოერიგა, ესე იყო. ბებინა ვარდი უეკლო თუ ბარდი უეკლო ვის დაუკრები. ბარდი უეკლო. სხვადასხვა ძალიან მაგარი კლიპი გააკეთა გიამ აფხაზეთს. ის რა აი როგორ იყო ეს სულ აი ესეთი აი ძალიან სხვადასხვა მინდა ვთქვა რომ იქ მამუკაცი იყო ნაშვილი. ურაყიფშიძე კითხულობს, ნუ ფანტასტიკურად გააკეთა, ნუ უნიჭერეს კაცი მან შემოგია. სხვადასხვა იესო ქრისტე რო გადაიღეს ეს ფილმი სუპერ ვარსკვლავი. იმის მერე არაფერი აღარ გადავუღე და შენ ამ ხელა საქმეს რომ მოეჭიდე. გაბრიელს მე რამე საპირებ კიდე? როგორი კიდე? მამა გაბრიელით შეწევნით? მე აქ დავიწყე ჟურნალისტურ მუშაობა, ხა მანჯავი. კი კაცო, არ გამოგიტყურა. გადაშარევი კითხვა. ხო რა ვიცი, მაგას არ მიფიქრია, იმიტომ რომ მე არასოდეს არ ვიყავი ჟანრობრივი. რომ მაინც კომედიები უნდა გავაკეთო, კი მეუბნე მაიტანასოს მე 10 ფილმი სხვადასხვა მე, ისიც თქვენია, მეუბნები ხო, კი ბატონო, ისიც თქვენია, მაგრამ აი მე სად გადავხტები იმდენი იდეებია, მაგრამ ჯერ ოღონდ ახლა ეს ამას უნდა უპატრონო ბოლომდე. ხო, ეს რა თქმა უნდა, ფესტივალები და მთელი ამბები, რომ მე რაზე მწყდება გული ცოტათი რა, რომ ავსტრალიიდან მომივიდა მოწვევა. საიდან გაიგო ტიპ მარცვიცი, ეს რაც ჩვენ ვიდეოები დავდევი და იქ თურმე ის არის, რა ქვია, ესე ქვია ბიზანტ ფესტ. ბიზანტის პასაპორტი, ბიზანტ ფესტის დირექტორმა მომწერა, რომ არ გამოგტოვებთო ჩვენო. აი ამბავიო, გოდერძი ურგებაძეზე ფილმი, ვახ, მე ვთქვა, წარმოგიდგენია და აქ ბიჭო ვიღაცა ვიონებდი, ცოტა დაგვეხმარეთ და მაიჩეგისაკ. რომ მოკლედ ამაზე არ მინდა წუწუნი, იმან დამამთავრებია და ამათ რატო ვიწუწუნო, მაგრამ ავსტრალიიდან კაცი გეუნება. ახლა ზოგ შეიძლება ეწყინოს, მაგრამ ისო გადის მამა პაიზზე ფილმი და კი ბატონო ჩვენ წმინდანი ყავს საერთოდ წმინდანი, მაგრამ ყველას ვეუბნები, რო გიკვირდა და რა კარგია და რაღაცა ჩაყევით ტიტრებში, მე სპეციალურად ბერძნულ ტიტრები გადმოწერდა ესოქენი. 70 სპონსორი ყავს, ზურიკო. და წარმომიდგენია. 70 სპონსორი, გერე 70 კვანტის გამომდები ყავდა ფილმზე. აი რა. ესე არ, თულად მივდივარ ხოლმე, მაგრამ მაინც მაინც ბოლო შედეგი. როგორც ვიცი, ზურა ფორტესტ სიმღერით. კი ბატონო, კი აი ეს კადრებსაც იმ სიმღერით, რომლითაც დავიწყებთ, აი ამღერი გვაქვს. დანაცალე. ამდენი წელი აპირებდნენ და აბა ოჟგესმიშა ხო? აგაია. გამიბრინდა სიყვარული უცებ შეგრაკა მე დოიჯდა თენაზე საფიო ჩვენი კეთი თოფური ბლუზი უდრშევიდა მაწვავა და მაწამა მადირა წარამარა გულისევდი დაგლიჯა და დავჩი დარდი სამარა მაწვავა და მაწამა მადირა წარამარა გულისევდი დაგლიჯა და დავჩი დარდი სამარა
სიყვარულის ხურჯ ფრინველებს მივაძახე ყვედერები თანაც მუხლებზე ვიდექი ტირილით და ბედერები ისევ მოდი მადამე ისევ თაბურო დამხვიე შენთვის დაბადებული ვარ შენს კლავებში გამხვიე საყვარელი კვარტეტი ფორტე გაიცე და შენ რომ მკითხე ესა ცნობილები იმდენი ცნობილები არ გამომჩეს კაცო გია ნიკოლაძე რო გამომჩეს მეატვარგავი დათვაბულაძე რო გამომჩეს რომ მიღერა და ხა ნინი ციკლაური ესენი ყველანი ვახსენ და ანუ იმათ არიფიქრო ჩვენ დაგვავიწყდა არა ასევე ნინო ჭყიძემაც იმღერა სიმღერას ხოდა შორის კი ბატონო ასე რომ ყველას დიდი მადლობა და ეხლა ვინ იმღერებს იმაზეც გადავიდეთ გადავიდეთ იმ კაცზე ვინც უნდა გემოვნებიან მოგვასმენინოს ახალგაზრდებიდან შემოსული აბა მაშინ გელოდებით კი ბატონო დიდი სია აჰა მოდი გენაცვალ და ჩვენ დავთქმეთ შეყვარებულთა ქუჩაზე სიყვარულის წვიმით წვიმს მე დავდივარ ამ ქუჩაზე და ხეს გავარ დასეტყვის ეს უცნაური ცხოვრება თუ კიდევ განმეორდება და თუ კვლავ მოვალ უშენო კვლავ არ მეყვარება ძვირფასო და სანადრელო ჩემი სულის ნაწილო სად გძებნო და სად გიპოვნო მოწყენილო ყვავილო ეს უცნაური ცხოვრება თუ კიდევ განმეორდება და თუ კვლავ მოვალ უშენო კვლავ არ მეყვარება ეს უცნაური ცხოვრება თუ კიდევ განმეორდება და თუ კვლავ მოვალ უშენო კვლავ არ მეყვარება კვლავ არ მეყვარება კვლავ არ მეყვარება